მოგესალმებით. ვაგრძელებთ რონდელის ფონდის მიმოხილვებს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების ცენტრშია როგორც ყოველთვის ევროპა, ევროპის კავშირი, მის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე მისი მზარდი როლი გლობალურ უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხში. ვფიქრობ, რომ ევროპულ კავშირს ახლა უდგას მის წინაშე დგას ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც შეუძლია, მთავარი არის ამაში ერთობლივი პოლიტიკური ნება და ძალისხმევა, რომ ევროპამ და ევროპის კავშირმა განსაკუთრებით დაიკავოს ის მნიშვნელოვანი დიდი მოთამაშის როლი ისეთი მასშტაბის, როგორიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, აი ამ დონის ეკონომიკების გათვალისწინებით ბუნებრივია. ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით ევროპამ განსაკუთრებულად ითამაშა თავისი როლი კონკრეტული პროცესების, კონკრეტული მიმართულების წარმართვასთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერის აქტიურობას, ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან აქტიურობას ვადევნებთ თვალყურს. უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ბერლინში ოფიციალური ვიზიტით. გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ევროპელი ლიდერები აღარ არიან წინააღმდეგი შორ მანძილზე რაკეტების გამოყენების უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე. მოკლედ ამ და ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი არის კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ევროპული ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით, კახა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ამ შესაძლებლობისთვის. როგორ ფიქრობ, მიდის ევროპული კავშირი მიმართულებით, რომ დაიმკვიდროს თავისი როლი, ადგილი ამ დიდ მოთამაშეებს შორის იმ მასშტაბის, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი? დიახ. საინტერესო კითხვა. ჩვენ ადრე შეიძლება ფიქრობდით იმას, რომ ევროკავშირი თავისი ეკონომიკური სიძლიერით, თავისი ნორმატიული ამ რაღაც მნიშვნელობით და მსოფლიოში როგორც მოწინავე ცივილიზაცია და როგორც კანონიერების ეს ვთქვათ ეტალონი და ასე შემდეგ ამითი დაიმკვიდრებდა საერთაშორისო პოლიტიკაში ნელ-ნელა წამყვან ადგილს თუ ერთადერთი მიაღწევდა რაღაც კოორდინაციის მაღალ დონეს. როგორც ვიცით, ევროკავშირი პოლიტიკურ თვალსაზრისით არ იყო ინტეგრირებული. ბოლო შეიძლება ითქვას 20 წლის განმავლობაში დაიწყო ინტენსიური ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკურათაც. მანამდე იყო ეს ეკონომიკური გიგანტი, როგორც მას უწოდებდნენ და არის კიდევაც. და შემდეგ ესე ვთქვათ იყო ესეთი მოლოდინები, რომ აი პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად ევროკავშირი უკვე მოახდენს, რა თქმა უნდა, იმ გავლენების რეალიზაციას, რომელიც აქვს დიდ პოტენციებს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი წევრი ქვეყანა არის დიდი შვიდეულის მაგალითად წევრი, ევროკავშირის წევრები და ყოფილი წევრის თქვა დიდი ბრიტანეთის მათ შორის და ასე შემდეგ, მაინც აშკარა არის, რომ ევროკავშირის მთლიანად როგორც კავშირის ან თუ გნებავთ ამ ქვეყნების ერთობლიობის პოლიტიკური გავლენა საერთაშორისო პროცესებზე ყოველთვის იყო ნაკლები, ვიდრე ვთქვათ შეერთებული შტატებისა, თუ გნებავთ რუსეთის ადრეც, ან საბჭოთა კავშირის და შემდგომ უკვე პოსტსაბჭოთა რუსეთისაც კი, და რა თქმა უნდა ჩინეთის, რომელიც პირიქით არ იყო გავლენიანი მოთამაშე საერთაშორისო საქმეებში იგივე 20 წლის წინ, ვთქვათ, მაგრამ ეხლა გახდა ერთ-ერთი მოწინავე, რა თქმა უნდა, რომელიც თავის რეგიონში ყოველ შემთხვევაში უძლიერესი ეს ვთქვათ მოთამაშეა და გლობალურადაც ეს ვთქვათ საკმაოდ აქტიურად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში. ეხლა რაშია საქმე იმაში, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ არ არის საკმარისი პოლიტიკური ერთიანობა, არც პოლიტიკური სტაბილურობა და არც შეიძლება ითქვას ყველა ის მონაცემები, რომელიც ევროკავშირს უხვად გააჩნია და მე ჩამოვთვალე უკვე, სამხედრო ძალა უნდა იყოს ქვეყანა ან ქვეყნების რაღაც გაერთიანება, უნდა წარმოადგენდეს სერიოზულ სამხედრო ძალას, რომ მას უწევდნენ ანგარიშს საერთაშორისო ურთიერთობებში. ახლა მე უბრუნდები რაღაც კლასიკური საერთაშორისო ურთიერთობების რაღაც იმას თეორიებს ამ შემთხვევაში, ხო?
რომელიც ბოლო ხანებში შეიძლება მივიწყებული იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში გაცოცხლდა ეს ყველაფერი და გამოჩნდა, რომ სამხედრო სიძლიერე არის სავალდებულო იმისთვის, რომ ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშოს როლი. რატო? იმიტომ რომ ბოლო ხანებში ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთის იგივე ეკონომიკურმა განვითარებამ, რა თქმა უნდა, მას მისცა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ მან დაიწყო დაკავება სერიოზული მოთამაშის ადგილზე, მაშინ როდესაც მისი სამხედრო პოტენციალი გაიზარდა 1/1000, რო ვთქვათ. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ძლიერი სამხედრო, რუსეთი, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია ეკონომიკურად და არ გააჩნია, ვთქვათ, ისეთი რაღაც მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ეკონომიკურ ვთქვათ სივრცეში, ის მაინც განაგრძობს იმის გამო, რომ არის ეს ბირთვული ძლიერი ძალიან სახელმწიფო და სამხედრო ძალას და მან გაბედა და დაიწყო ესეთი მნიშვნელოვანი რეგიონული კონფლიქტი უკრაინასთან. მას აქვს გავლენა და ანგარის უწევენ, როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ დასაგმობია სრულად და პირიქით იზოლაციაში მოსახვედრია, მაინც შევხედავთ, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორც შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი ელაპარაკება ენის მოჩლექვით მაინც რუსეთის პრეზიდენტს და ფრთხილობს რუსეთთან ურთიერთობებში. ანუ სამხედრო სიძლიერე არის უმნიშვნელოვანესი და აი აქ ჩვენ ხედავთ უკვე ევროკავშირის წინსვლას ამ მიმართულებით, ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერება გამოიღვიძეს, განსაკუთრებით ეს მოხდა იმის ფონზე, რომ არა მარტო დაწყებული იქიდან, რომ უკრაინაში შეჭრით დაემუქრა პრაქტიკულად რუსეთი მთელ ევროპას და ევროპის უსაფრთხოებას, ამან რა თქმა უნდა გარკვეული გამოღვიძება გამოიწვია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამერიკაში ეს პოლიტიკური ცვლილება და ახალი ადმინისტრაცია, რომელიც აშკარად აცხადებს თავის რაღაც განზრახვებს, რომ მიატოვოს ევროპა და ერთ-ერთზე დატოვოს იგივე აგრესიულ ქვეყნების წინაშე, როგორც რუსეთი პირველ რიგში და თავისთავად პოტენციურად ჩინეთიც, აი მათ იგრძნეს აი ეს აუცილებლობა, რომ თავიანთი სიძლიერე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, მოახმარონ ახლა მათი სამხედრო პოტენციალის განვითარებას. აქ მე გავჩერდები და მოგცემთ სამხედრო პოტენციალთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით, რომ ევროპულმა კავშირმა სულ რაღაც 1-2 დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება 170 მილიარდი ევროს გამოყოფის თავდაცვის ხარჯებისთვის და ეს არის სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მიცემს ამ წევრ ქვეყნებს ევროპული კავშირის გაიუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, სწრაფად აიღონ ერთად ცეცხლები, რა თქმა უნდა უპირატესი პირობებით, კარგი პირობებით, 3A-ის რეიტინგით და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რასაც გულისხმობ, რომ სამხედრო ძალის პოზიციიდან და დემონსტრირების შესაძლებლობა უნდა კონდეს, რომ მას კონდეს ესეთივე დამოკიდებულება და გულისხმობ თუ არა, რომ სამხედრო ძალაში პირდაპირ რომ თქვათ ალტერნატიული ევროპული კავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის შესაძლებლობას ან აუცილებლობას. კი, დიახ, რა თქმა უნდა, ამის ცდელობა შეიძლება ვთქვათ, რომ შეიქმნა შეიარაღებული ძალები გაერთიანებული ევროპის დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ არასდროს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი სტიმული, რომელიც ამას აიძულებდა ევროპის, აი შეიძლება ითქვას განებევრებულ სახელმწიფოებს, რომელთათვისაც უსაფრთხოება იყო მოცემულობა იმის გამო, რომ შეერთებული შტატებისთვის ევროპის უსაფრთხოება ითვლებოდა ნომერ პირველ პრიორიტეტად, რადგან შეერთებულ შტატებზე თავდასხმა პრაქტიკულად გამორიცხული იყო და ეხლაც გამორიცხულია ალბათ ნებისმიერი მხრიდან, მაგრამ შეერთებული შტატებისთვის პირველი პრიორიტეტი, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო ევროპის დაცვა. და ევროპელები იყვნენ განებივრებული და ცოტა მოდუნდნენ კიდევაც შეიძლება ითქვას ამ კონტექსტში. აი ეხლა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ის, რომ ისინი ძალიან ინტენსიურად ფიქრობენ ყველა იმ სტრუქტურების გაცოცხლებაზე და ამოქმედებაზე, რომელიც
უკვე შექმნილი არის და დაწყებული თქვათ 97 წლის შეთანხმებიდან, რომელიც 99 შევიდა ძალაში თქვათ ამსტერდამის შეთანხმებიდან, მათ დაიწყეს სამხედრო თანამშრომლობა და ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და შექმნეს ასევე სტრუქტურები მაშინ ჯერ კიდევ რომლებიც ემსახურებოდნენ რაღაც ერთიან კოორდინაციას, მაგალითად იგივე სამშვიდობო, ესე ვთქვათ, ერთიან სამშვიდობო ოპერაციებში ასევე ისინი ვთქვათ ცდილობდნენ რომ განევითარებიათ ერთიანი თავდაცვის ელემენტები, მათ შორის ერთიანი შემდგომში უკვე მოგვიანებით ერთიანი საჯარისო ფორმირებები, რომლებიც კრიზისების სიტუაციაში მოახდენდნენ თქვათ ინტერვენციას და კრიზისების მართვის მთელი თქვათ სამსახურები, დაზვერვის სამსახურები, სატელიტური დაზვერვის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იკვრებოდა, მაგრამ არასდროს არ იყო სათანადოდ მაინც ყურადღების ცენტრში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ეხლა ეს ყველაფერი ექცევა ყურადღების ცენტრში. სტრუქტურები არსებობს, მათ ჭირდება გაცოცხლება და მათ ჭირდება ინტენსიფიკაცია მათი მოქმედებების და გეგმების. ეხლა გეგმები რა არის? გეგმა მათ აქვს შეთანხმება, ესე ვთქვათ, ლისაბონის შეთანხმებაში 2007 წელს, რომელიც დაიდო 9-ში შევიდა ძალაში. იქ ჩაწერილია, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა უნდა გახდეს ერთიანი თავდაცვის კავშირი. ანუ თავდაცვის კავშირად უნდა გადაიქცეს, შესაბამისად მას უნდა გაუჩნდეს ნატოსნაირი, ესე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ პასუხისგებლობა აგრესიის შემთხვევაში და უნდა შეიქმნას ერთიანი, რაც შეიძლება დიდი ერთიანი თავდაცვის ძალები, რომლებიც პირველ რიგში კრიზისების, ესე ვთქვათ, რაღაც კრიზისების მართვისთვის იქნება, რა თქმა უნდა, და ეს იქნება სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც ეხლა წყალიბდება უკვე სადღაც 60,000-მდე მათ აქვთ ეს შექმნილი პრაქტიკულად ნომინალურად შეიძლება ჯერ არ გამოუყენებიათ, მაგრამ 300,000-მდე დაახლოებით ძალა უნდა შეიქმნას მომავალში, რომელიც იქნება სრულად დაქვემდებარებია ევროპის ერთიან სარდლობას და რომელიც იქნება მზად რომ პასუხი გასცეს ნებისმიერი სახის აგრესიას. აქეთკენ მიდის ევროკავშირი და ეს 150 იყო ნათქვამი, მაგრამ რამდენადაც ვიცი 150 დამტკიცდა გუშინ ყოველ შემთხვევაში ესე ვთქვათ მინისტრების შეკრებაზე და ეს 150 მილიარდი მოხმარდება რა თქმა უნდა ამ ესე ვთქვათ ამბიციური პროექტის განხორციელებას და მე მგონია რომ წევრი ქვეყნების თავადაც გააძლიერებენ კოორდინაციას თქვათ სამხედრო შესყიდვების და სამხედრო მთლიანად ოპერაციების ესე ვთქვათ გეგმების და ასე შემდეგ მიმართულებით. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით ელჩების დონეზე იყო უნგრეთის წინააღმდეგობა. შიდა ევროპულ კავშირული საკითხი არის ეს და ძალიან სერიოზული ინტერესი არის ჩვენ საზოგადოებაშიც, რომ ის პროცესი, რაც ახლა მიდის, უნგრეთისთვის შესაძლო ხმის ჩამორთმევის თან ჩამორთმევასთან დაკავშირებით ერთი და გერმანიის კანცლერმა მერცმაც ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთსაც დაფინანსება ევროპული კავშირიდან დაფინანსება უნდა შეუწყდეს და შეუჩერდეს თუ ეს მუდმივად ობსტრუქციის რეჟიმში იქნება მისი პოზიციები. აი როგორ შეიძლება მოხდეს პროცედურულად ეს უნგრეთისთვის ეს ხმის ჩამორთმევის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და რამდენად გაამარტივებს მე ეს შემდგომ პროცესებს ევროპულ კავშირში. კი, ეს არის ნამდვილად ეს შეიძლება ვთქვათ, რომ აქილევსის რაღაც ქუსლი არის ევროკავშირისთვის, აი ეს ერთიანობა თვითონ ევროკავშირი როცა შეიქმნა როგორც ეკონომიკური კავშირი პირველ რიგში, ხო, როგორც ეკონომიკური გაერთიანება და მაშინ როგორც ჩანს ეს პოლიტიკური უთანხმოებების ვთქვათ პრობლემა ისე არ იდგა, არ იყო. ამიტომ ისინი აღწევდნენ კონსენსუსს ძალიან მარტივად უამრავ საკითხებში, მოილაპარაკებდნენ რაღაცებზე, თქვათ, ეკონომიკურ პროგრამებზე, ესე ჯობია თუ ისე ჯობია, რომელიღაცა ქვეყანა თუ რაღაცაზე იტყო და უარს, შემდეგ იმას რაღაცა სხვას დაპირდებოდა და კონსენსუსი მიიღწეოდა, მაგრამ როდესაც პირველ რიგში ესე ვთქვათ, პოლიტიკური გახდა ევროკავშირი, პოლიტიკური კავშირი და ძალიან ბევრი საკითხები გაჩნდა ისეთი საერთაშორისო მათ შორის, რომელშიც ქვეყნებს შეიძლება ქონდათ ფუნდამენტური განსხვავებები შეხედულებებზე და
მათი დაახლოების და მათი სრული კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობა როცა დგება, უკვე ვხედავთ ჩვენ რომ ევროკავშირს უჭირს მიღწევა ესეთი გადაწყვეტილებების მიღება. და აი აქ გამოდის უნგრეთის და რა თქმა უნდა სლოვაკეთის საკითხი, რომელიც დაიბადა არა მარტო იმიტომ რომ არსებობს რაღაც მართლა ფუნდამენტური განსხვავებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ იმიტომ რომ რუსეთის ჰიბრიდულმა ომმა და აი რასაც ევროკავშირი როგორც მოგახსენეთ არ იყო პოლიტიკური კავშირი და არც უსაფრთხოების საკითხებზე ძალიან ბევრს არ ზრუნავდა აქამდე. ანუ პრაქტიკულად მისცა რუსეთს რომ მისი პენეტრაცია მომხდარიყო, ანუ შემოეღწია რუსულ პროპაგანდას, რუსულ რბილ ძალას, რუსულ თქვათ გავლენის ოპერაციებს ემოქმედათ ევროკავშირის შიგნით და მოახერხეს ზოგიერთი მთავრობების და მათ შორის ამ შემთხვევაში უნგრეთის და სლოვაკეთის თითქოს დამორჩილება არა, მაგრამ აი ისეთ პოზიციებზე გაყვანა, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპის ინტერესებს. და აი აქ მოქმედებს სწორედ ეს მეშვიდე მუხლი გახდა ეხლა აუცილებელი, რომ მეშვიდე მუხლი შეეხსენებიათ 2018 წლიდან დაიწყო ჯერ კიდევ ესე ვთქვათ პროცედურა, რომელიც ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შედეგად შემდეგ ევროპულმა საბჭომ დაიწყო განხილვა და შემოიტანეს სპეციალური ინსტრუმენტი ასევე, რომლითაც ამოწმებენ ყოველწლიურად უნგრეთში რა ხდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სწორედ ამას უკავშირდება მეშვიდე მუხლის ამოქმედება, რომლითაც შეიძლება წაართვან ხმის უფლება ქვეყანას ევროკავშირის საბჭოში. აი ამას ახსენებენ დროდადრო და 2018 წლიდან რამდენჯერმე მოხდა ამის განხილვა უკვე და ეხლა შემდგომი განხილვა იყო, ეხლა ეს რა იყო? მე მგონია რომ აქ აქვს ადგილი არა კონკრეტულ ძალიან რეალისტურ თქვათ შედეგს, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს და მართლა აუგზავნონ უნგრეთს, ხმის უფლება წაართვან უნგრეთს, არამედ ეს არის დამოკლეს מחვილივით დანახება უნგრეთისთვის, რომ ჩვენ თუ ძალიან გაგვაბრაზებთ, ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ აი ესეთ ეს თქვათ გადაწყვეტილებას და რაც შეეხება ფიცოს სამწუხაროდ ესეთი გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ ისევ კონსენსუსით -1, ანუ ის ქვეყანა რომელიც ქვეშ არის, მაგრამ თუ ერთი ქვეყანა მაგალითად სლოვაკეთი თუ წინააღმდეგი წავა ვერ მიიღებენ საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ აქ სლოვაკეთსაც დაემუქრა რა თქმა უნდა გერმანია და სხვათა შორის იმითი რომ გერმანიაში მოხდა ცვლილება და მოვიდა მერცი ესე ვთქვათ კანცლერად, რომელსაც აქვს ძალიან ესე ვთქვათ მკაფიო თავისი შეხედულებები ევროკავშირის იგივე თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას და ევროკავშირის პოლიტიკური როლის გაზრდასთან, რუსეთთან მიმართებაში ძალიან მკაფიო ესე ვთქვათ ესე წინააღმდეგობრივი ძლიერი პოზიცია გააჩნია. აი აქ უკვე გამოვიდა რა თქმა უნდა გერმანია უკვე მეტად აქტიურად და პირველ რიგში დაემუქრენ სლოვაკეთს და რატო? იმიტომ რომ სლოვაკეთის ხმა ჭირდებათ იმისთვის რომ უნგრეთი რომლის ეს ვთქვათ უკვე შეუძლებელი ჩანს უნგრეთის სხვანაირად მოტოკვა, სლოვაკეთი უნდა მოიყვანონ ჭკუაზე, ვთქვათ იმისთვის რომ შემდეგ მიაღწიონ კონსენსუს უნგრეთთან მიმართებაში. ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით არის ბერლინში. გერმანიის კანცლერის განცხადებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ყველა უკავშირებს ამ განცხადებას საბოლოო ჯამში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტაურუსების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ექსპერტებიც და ყველას ახსოვს ეს ძალიან კარგად, რომ ევროპელებს უკვე 1 წელია გაცემული აქვს თანხმობა საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს გაცემული აქვს თანხმობა, ამერიკელებსაც კი შორ მანძილზე რაკეტების გამოყენების. რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ თუნდაც არ გახმაურდეს შეიძლება, მაგრამ გერმანიამ აი ამ თავისი პრინციპული ძლიერი პოზიციიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბოლოოდ ამ შეიარაღების მიწოდების, რომელიც არა შეიძლება გადამწყვეტ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეხლა ამ ეტაპზე ამ ომში. კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ანუ ესეთი საკითხი
უნდა იყოს კონსენსუსის საგანი ბუნდესტაგში. ანუ ყოველ შემთხვევაში მართველ პარტიის კონსენსუსს გულისხმობს მართველი კოალიციის ფარგლებში. ამიტომ აქ არ ხმოვანდება ეს ყველაფერი, მერცი ძალიან აშკარად საუბრობს ამაზე და როგორც ჩანს მისი ესე ვთქვათ მემარჯვენე ცენტრისტული ესე ვთქვათ ძალა ბუნდესტაგში სრულად ამის თანხმ, მაგრამ რას იზამენ მაგალითად იგივე შოლცის მემარცხენეები, ანუ სოციალ-დემოკრატიული ალიანსი, ხო? აი რას იზამენ ძნელი ამის წინასწარ მეტყველება, ოღონდ მე მგონია სრულად იხრება ნელ-ნელა ბუნდესტაგი კონსენსუსისკენ ამ კონტექსტში, რომ უკრაინას მისცენა მის ტაურუსები საკმარისი რაოდენობით ეხლაც გააჩნია უკრაინას გარკვეული რაოდენობა, სერიოზული რაოდენობა იმ რაკეტებისა, რომელთაც შეუძლიათ როგორც მოგეხსენებათ 500 კილომეტრიდან ცოტა ნაკლებზე ვთქვათ 400-300 კილომეტრზე წვდომა, მათ შორის ამერიკული რაკეტები, ფრანგული, ასევე ინგლისური, ბრიტანული, რახანაც ამათში ყველაში ამერიკული კომპონენტები არის და ამერიკელებმა საბოლოოდ მისცეს თანხმობა, რომ გამოიყენონ ეს რაკეტები, ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, დამატება, მაგრამ უკრაინას შეუძლია უკვე დაიწყოს, რა თქმა უნდა, რუსეთის სიღრმეებში ოპერაციები და ამითი ალბათ ეს არის განზრახული პირველ რიგში, იმით რომ დააჩქარონ რუსეთის მიერ გადაწყვეტილების მიღება ცეცხლის შეწყვეტასთან მიმართებაში და არა იმისთვის, რომ გამწვავდეს კიდე კონფლიქტი და უფრო მეტად ესე ვთქვათ გაიზარდოს ესკალაცია მათ შორის. ნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ომის დასრულებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ მომავალი წლის, ანუ 2026-ის ზაფხულში ომი დასრულდება. ასეთი პროგნოზი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებებიც და საერთოდ მთელი ეს პროცესი, რუსეთის პოზიცია ყველასთვის ცნობილია და რუსეთიც ასევე განიხილავს ამ ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა თქვენს.